გამარჯობათ მეგობრებო, დილამშვიდობისა საუკეთესო და ლამაზ დღეს გისურვებთ. ესე იგი, დღეს ჩვენ მენიუში გვაქვს ლობიო, ჩვენი მამა მარჩენალი და გამსვენებელი. დედა აკეთებს ლობიოს, ძალიან გემრიელს, ნიგვზიანსაც და ტყემლიანსაც, მაგრამ დღეს გავაკეთებთ ტყემლიან ლობიოს და თავისი ვიჩინით, კაი ქორფა მწვანილით და ცხელი ჭადებით. ესეც ჩვენი ლობიო ცოტას ვაკეთებთ, იმიტომ რომ მარტო მე და დედა ვართ გათვლილი, ეს ვიჩინა ჩაადგა, ხო და აგერ კაი ქორფა მწვანილი და ჭადს სილავს დედა. აგერ ვიჩინა მოშუშა გემრიელად კარგად ხო და ჩაყრის ახლა ამას ლობიოში. აქა დაბრაცა პატარა ქონები. აგერ ვიჩინა იხარშება, აგერ მწვანილი, კარგად ხო და ასე გემრიელი სუფრა გვექნება დღეს მე და დედას. ხო, კიდე, ვისაც ძალიან გიყვართ, ჩვენ ახლა რეცეპტებს და რაღაცებს წერთ ხოლმე რეცეპტიო გითხარი როგორ გააკეთა დედამო. მეგობრებო, ჩვენ არ ვდებთ ვიდეოს, იმიტომ რომ რაღაცა რეცეპტები გავცეთ და ხალხი ისეთ ვიდეოებს და ისეთ რეცეპტებს და ისეთ დახვეწილად და კარგად იღებენ, ჩვენ რაღაცას მართლა ბოჟიალობ დრო იტყვიან გასართობად. ამიტომ რა ვიცი, დედა აკეთებს სახლში, არ ზომავს, არ წონის, ყველაფერს თვალით არის მიჩვეული და ამზადებს სახლურად. აგერ შკერის ფოთოლი გაამზადა. ახლა დუხოვკას გააცხელებს, ბურთულოვებს აგერ მჭადუნიებს, ბურთულა მჭადუნიები იქნება. ჩააყარა დედიკო მოშუშულო ხახვი მოშუშა კარგად ვიჩინაში, ვიჩინა დაბრაცა ტაფაზე, ხო და გაუკეთა ლობიოს, ეგეთ ცოტა ვიჩინას ხარშავ, აგერ მწვანილი, ხო და დედამ შეაჯინა აგერ ჭადები ლამაზად. რა გემრიელად გამოიყურება მოჩვენა. აი ასე. ამათ ესეც ჩვენი მჭადუნიები, აგერ შეასკუპა. ესე. არის ახლა არ ჩაყარო მეიცა დედა დამანახე. ტყემალი ეზოსი ასე გაყინული ქონდა და ჩაყრის ახლა უზამს ლობიოს. ტკბილი არის ტყემალი, მინდა გითხრათ, იზე მომეწონა ნახევარი შეუჭამე დედა აჩენს. იმიტომ რომ როგორც ჩანს, ძალიან ტკბილი ტყემალი იყო. ნახა ტყემას თავისი შემჟავე მაინც აქვს, მაგრამ გაყინულს რაღაცა ეს სიმჟავე არ ეთყობა და არომატიც აქვს. ხო და ძალიან გემრიელია. ასე გამოიყურება ჩვენი ლობია. აი ეს ტყემალი აქდია შიგნი. ასე ვიჩინის პატარა ნაჭრები. ესე დაკვრიხინდა ჭადუნიები. ასე გემრიელად გამოიყურება ჩემი თებში. ხო და ჩემო მეგობრებო, ასე. შეიძლება ისეთ მწარე დაგაპუტებს ყველა. მაგრამ მაინც წიწმატე. გემრიელად მიწვით, რასაც მომზადეთ.